მეგობრებო, არც კი ვიცი რა სიტყვებით შემიძლია დავიწყო ახლა ეს ვიდეო. რასაკვირველია, მეც როგორც ყველა ქრისტიანი, ყველა ქართველი ძალიან მირთულდება სიტყვები ვიპოვო იმ დღეების, იმ თავზარდამცემი გლოვის დღეების მერე, რაც ჩვენ ქვეყანაში იყო, ჩვენი სულიერი მამის ამ ქვეყნიდან წასვლის შემდგომ უბრალოდ დავჯდე და რაღაც მითითებები, რაღაც რჩევები ჩემი და მაღალი ძალების მეშვეობით გადმოგცეთ. არ შემიძლია უბრალოდ 2-20 სიტყვით ვისაც არ მოგეწონებათ ჰეიტერებს გულისხმობ, შეგიძლიათ ასკროლოთ ზედმეტი ნეგატივის გარეშე, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვარ იმის გუნება განწყობაზე თქვენი ნეგატიური კომენტარები წავიკითხო და არც არასდროს არ მხიბლავს ხოლმე კომენტარის რიცხობრივი მნიშვნელობის გულისთვის თქვენი ნეგატივებზე, ასე ვთქვათ, დრო და ენერგია ვხარჯო იმ დანარჩენებისთვის, ვისთვისაც რთული დღეები იყო, ისევე როგორც ჩემთვის დარწმუნებული ვარ, დიდმა და პატარამ. ყველა ადამიანმა ძალიან გულთან მიიტანა ეს მდგომარეობა ჩვენი სულიერი მამის დაკარგვის ამ ქვეყნიდან წასვლის შესახებ და ყველას სათითაოდ სრულად საქართველოს გისამძიმრებთ ამ დიდ დანაკარგს. ძალიან რთულია, მეგობრებო. მე ვერ გამოვდივარ აი ამ მდგომარეობიდან და არც ვიცი, როდის შეიძლება დადგეს ის დრო, რომ ეს დანაკლისი რამე მან ვინმემ შეავსოს. რასაკვირველია, ცხოვრება გრძელდება და ასე თუ ისე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრების რიტმი, რომელიც რთულია, მაგრამ ეს არის ცხოვრება. რთული პერიოდების გადალახვა არის ხოლმე ის მომენტი, რაც ადამიანს გარდაქმნას აკეთებს მის შინაგანში, ზრდის ადამიანს, უფრო კეთილს ხდის, უფრო მოყვასეს თანაგრძნობის მიმართულებას აძლევს, სხვანაირად ანახებს მდგომარეობას, ამ ცხოვრების კარგსაც ცუდს, მოკლედ ყველას სათითაოდ გისამძიმრებთ ამ დიდ დანაკარგს და ძალიან ამაყი ვარ დღეს, გარდა იმისა, რომ ძალიან მწუხარე ვარ და ეს დღეები, რასაკვირველია, არ მიმუშავე ამ თემატიკით, საერთოდ ვერ შევძელი, არ მქონდა ძალა და არ შემეძლო უბრალოდ არც პირადი გაშლა, არც საერთო გაშლა, რომ გამეკეთებინა ერთადერთი ვიდეო, რომელიც ავტორთა იყო სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც ხვდა წილად ბედნიერება და საშუალება, რომ წვიმის ქვეშ, ქოლგების ქვეშ მეც რამოდენიმე საათის ლოდინის შემდეგ ერთწუთიანი ჩემი უაღრესი პატივისცემა გამომეხატა და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ. და ვისაც არ გინახიათ, შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე, ნახოთ ეს ვიდეო ატვირთული, პატარა ვიდეოა, მაგრამ ძალიან მცირედი მადლობის მიზერული გამოხატულება ჩემი მხრიდან ჩვენი უწმინდესის მიმართ. და ამ წუხარებასთან ერთად მინდა მეთქვა, რომ ძალიან ამაყი ვარ მე დღეს იმითი, რომ როგორი ძლიერი სიყვარული გამოვხატეთ ყველამ, როგორი გაერთიანება და ძალა მოგცა ჩვენმა პატრიარქმა იმისთვის, რომ ამდენი ხალხის ნაკადი უწყვეტად 24 საათის რეჟიმში, რამდენი დღის განმავლობაში არც ერთი წამით არ შემცირებულა. როგორ ყვარებია ერთმანეთი, როგორ შეგვძლებია და საერთოდ ისედაც ისტორიულადაც ჩვენ ყოველთვის, როცა რთული დღეები აქვს საქართველოს, ვაჩვენებთ ხოლმე მთელ მსოფლიოს, რომ ძალიან პატარაერი ვართ, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარულის მქონე, ძალიან დიდი გამტანიანობის მქონე ერთმანეთის გვერდზე დგომა და თანაგრძნობა არის ხოლმე სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს და
სულ რომ ასე ვიყოთ, სულ რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, სულ რომ ერთმანეთის თანაგრძნობა და გამტანიანობა გქონდეს, როგორც აი ძიმე გარდამტეხ პერიოდებში ვაკეთებთ ხოლმე, ალბათ ჩვენზე ძლიერი ერი მთელ დედამიწაზე არც ერთი არ არის, არც ახლა და არც იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამაყი ვარ და მადლობა ყველას თქვენ სათითაოდ, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, ვინც შეძელით ახლოს იყავით, ანუ გულისხმობ საქართველოში იყავით, შეძელით და მიხვედით და მადლობა და თანაგრძნობა პატივისცემა გამოხატეთ ჩვენი უწმინდესის მიმართ. ყველა სათითაოდ მადლობა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ემიგრანტია და ვერ შეძლო და გულის ტკივილით აღნიშნავს და ცრემლი გააყოლა პატრიარქს, ასევე თქვენ მადლობა და ყველას აბსოლუტურად გისურვებთ, რომ აი ეს სიყვარული, რომელიც პატრიარქმა დათესა სათითაოდ ყველა ქართველში, ყველა ქრისტიანში და რასაც ის 59 წლის განმავლობაში, როგორც პატრიარქი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენდა და გვასწავლიდა, აი ეს სულგრძელობა, ერთმანეთის სიყვარული, იმედი, გვერდში თანადგომა, სიტყვით იქნება, საქმით იქნება, ვისაც როგორ შეგვეძლება და რაც მან გვიანდერძა, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი და სიყვარული გადაგვარჩენსო, აი ეს გაგვეკრძელებინოს. გთხოვთ ისევ ანუ ამ დღეების დასასრულის და გლოვის დასასრულის შემდეგ არ დაივიწყოთ, განაგრძეთ იგივენაირად ერთმანეთის გვერდზე დგომა, ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის გატანა და ეს იქნება ის გამოხატულება, რასაც ჩვენი ადამიანური წვლილით ამ ქვეყნად პატრიარქის ანდერძს შევასრულებთ ყოველდღიურად. მე ვაპატიეთ, ვიცი, რომ ბევრი ვისაუბრე და ძალიან ბევრი ალბათ არ ვისაუბრე და ის მიზერული ვთქვი, სიტყვაც მინდოდა თქვენთვის, ჩემი გამომწერებისთვის, უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო მუშაობის განახლება, ასე ვთქვათ, ვერაფრით არ შემიძლია ორი სიტყვით რომ არ მომემართა თქვენთვის ამ თხოვნით, ამ მადლობით ყველას თქვენი სათითაოდ პატრიარქის სიყვარულისთვის და უპირველესად უდიდესი მადლობა პატრიარქს ყველაფრისთვის, იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა ამ წლების განმავლობაში, შეკრა და გააერთიანა სრულიად საქართველო და ეს მისი გარდაცვალების შემდგომაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით. ყველაფერი კარგად იქნება. იმედი არ დაკარგოთ. ლოცვა, სულიერება, თანაგრძნობა ერთმანეთის აუცილებლად ისევ და ისევ განაგრძეთ და ჩვენთვის, საქართველოსთვის, ყოველთვის ზეციდან, ამიერიდან ჩვენი პატრიარქი ილოცებს, ჩვენთან იქნება და არასდროს არ დაგკარგავს. კოცნით ძალიან მიყვარხართ ყველა, ძალიან ამაყი ვარ, რომ მე აი ამ საქართველოს ნაწილი ვარ. მე ვარ ქართველი და მე ხვდა წილად ის ბედნიერება, რომ მეცხოვრა პატრიარქის ეპოქაში, შუადელი მივლის მუდამ და განსაკუთრებით მინდა აღნიშნო, რომ ყველა და ყველა წუთი, ყველა წამი ხომ ძალიან რთული მომენტი იყო, მაგრამ არ ვიცი რამდენად ნახავს ამ ვიდეოს პატრიარქის დაცვის ბიჭები, მაგრამ ბოლო მომენტი, როცა მე ვიხილე მათი ხმამაღლა ტირილი პატრიარქის სასთუმალთან, ასე ვთქვათ, ეს იყო ალბათ ყველაზე მტკივნეული მომენტი ყველა მტკივნეულ წუთებს შორის. მადლობა თქვენ ბიჭებო იმისთვის, რომ იცავდით ჩვენ პატრიარქს. გიყვარდათ და გეყვარებათ მუდამ. მიყვარხართ ყველა.